მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენება, წამება, ღირსების შელახვა და არაადამიანური მოპყრობა. ეს და მრავალი სხვა ფაქტი აღნუსხა 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას. Ამ კვლევამ დაგვანახა მასშტაბურობა წამების, რაც განახორციელა ოცნების ხელისუფლებამ, სისტემატიურობა წამების, ის რომ ადამიანებს სხვადასხვა ადგილებზე იდენტური მეთოდებით აწამებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ, ემუქრებოდნენ სიკვდილით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების, მცირეწლოვანი ბავშვების გაუპატიურებით. სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების დინამიკა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მათივე შეფასებით, არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სახელმწიფო ინსტიტუტების ნაკლები ეფექტიანობა, ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებისა და ძალადობაში მხილებული პირების პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, როგორც არის შემთხვევის ადგილის პრეზერვაცია, მაგალითად თუნდაც იმ ეგრეთ წოდებული საწამებელი მანქანების ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზები, როდესაც არ არის კამერის ჩანაწერები ან რაციის ჩანაწერები ამოღებული, ეს ყველაფერი არ არის ჩატარებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები არის დაზიანებული და როგორც წესი მიზეზები არის ან ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო. უფლებადამცველების თქმით, როგორც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო, ისე პროევროპული დემონსტრაციების დაშლისას სახელმწიფომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობა დაარღვია, რადგან მეტწილად აქციის დაშლის არანაირი სამართლებული საფუძველი არ არსებობდა. იურისტები პრობლემას ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხმოვანი გაფრთხილების დაგვიანებით გამოყენებასაც. დაძაბულობა იქმნებოდა ძირითადად პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, რაც იმით იყო ხშირ შემთხვევაში გამოწვეული, რომ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები იყო თავდაპირველად მობილიზებული, ისე რომ აქცია ჯერ დაწყებულიც არ იყო და სამართალდამცავები პროვოცირებდნენ აქციის მონაწილეებით, უკანონოდ აკავებდნენ მათ ეგრეთ წოდებულ პირველ ხაზებში და მათ მიმართ პირდაპირ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის იყო სახეში სპრეის შესხმა. ანგარიშში ვრცელი თავი ეთმობა დაკავებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უფლებადამცველთა თქმით, სახელმწიფო მათ წინააღმდეგ სადამსჯელო მეთოდებს იყენებდა, რაც განზრახ ფიზიკურ ანგარიშწორებაში, ასევე პოლიტიკურ, ეთნიკურ, ჰომოფობიურ და გენდერულ ნიადაგზე შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. თავარი სამიზნე ძალადობის მოძალადეთა მხრიდან იყო სახე, რომელთაც ადამიანი ქუჩაში რო გაივლის, კარგად ეტყობა. მის მეგობრებს, მის ნათესავებს უნდა დაენახათ, რა მოუვიდა ამ ადამიანს აქციაზე, რა გამოიარა მან და თუ მათაც არ უნდათ იგივეს გამოვლა, ისინი არ უნდა მოსულიყვნენ აქციაზე. კი, აქციაზე მოსვლა, ვიცით რა შენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ნაკლებად გვაინტერესებს ეგ, აქ მოხვალ, წინააღმდეგობას გაუწევ, შენ იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს ქართული ოცნება, დაგემართება იგივე ან უარესი. სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების გრძელვადიან შედეგებზეც. დოკუმენტის თანახმად კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა სხვადასხვა სიმპტომს ურჩევდა, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას, თავბრუსხვევას, თავის ძლიერ ტკივილს, მხედველობის დაქვეითებასა და ნერვული სისტემის პრობლემებს. იურისტთა შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ქვეყნისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა მაშინაც, როცა მასობრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ ინფორმაცია დაუმალა როგორც დაზაგალებულებს, ისე მედიკოსებსა და უფლებადამცველებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ უცნობ ქიმიურ ნივთიერებებზე, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, მინიმუმ რა ქიმიურ ნივთიერებებთან ჰქონდათ მათ შემხებლობა. ჩვენ ჰქონდა ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებმაც თავის თავზე განიცადეს, მათ შორის ეს ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის გაუარესება. გარდა დემონსტრაციების დაშლის მეთოდებისა, ანგარიში პრობლემადაა დასახელებული საკანონმდებლო რეგულაციებიც. იურისტთა შეფასებით, პროტესტის ჩასახშობად ქართულმა ოცნებამ რეპრესიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რისთვისაც დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსებში. მათ შორის 10-ჯერ გაზარდა ჯარიმები გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ხოლო გარკვეული საგზაო მონაკვეთები სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთა ნუსხაში შეიყვანა.
მოქალაქეთა დასაჯარიმებლად შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ქუჩებში დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის კამერებს იყენებს, რა დროსაც იურისტთა თქმით, მათ პერსონალურ ინფორმაციას მოიპოვებს. ესეც რა თქმა უნდა არის კონტროლის მექანიზმი და ამით გვეუბნებიან სახელმწიფო უწყებები, რომ ისინი გვითვალთვალებენ და ვიყურებენ აბსოლუტურად ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ აქციის მიზნებიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობს აქცია, არ უნდა იქნეს მიჩნეული, იმიტომ რომ ამ დროს რა თქმა უნდა ხდება ადამიანის მათ შორის სხვადასხვა პერსონალური ინფორმაციების მოპოვება შეიძლება გახდეს შესაძლებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა ჰქონდეს მათ შორის ინტერესი იმის, როგორ მუშავდება შემდეგ ეს მოპოვებული ინფორმაცია. ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს ასახელებენ, პარლამენტის თავმჯდომარე განსხვავებულ მოცემულობაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა პროტესტის მონაწილეთა ჯანმრთელობის გრძელვადიანი კვალის დამჩნევის გარეშე აღკვეთა. თუმცა ვიდეოკამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებზე ფიზიკური ანგარიშტორების ათობით ფაქტი, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ნასროლი ცხენმსადენი გაზის კაფსულის სროლის შედეგად ერთ-ერთი მოქალაქისთვის დაქვეითებულ მხედველობას თავად ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.